წელის მალებს შორის ფასეტური სახსრები ხერხემლის ქვედა ნაწილში უმკლავდებიან მნიშვნელოვან დატვირთვას ზედა მოძრავი სეგმენტების მხრიდან. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს სახსრები შეიძლება გადაგვარდეს, გახდეს სუსტი ან დაექვემდებაროს განმეორებით ტრავმას, რის შედეგად ისინი შესაძლოა იქცნენ წელის ტკივილის მნიშვნელოვანი წყარო. მწვავე ტრავმისგან ფასეტური სახსრების მიდამოში ასევე შეიძლება განვითარდეს მოტეხილობა, მსუბუქი ღვრძობა ან სრული ამოვარდნილობა. ფასეტური სახსრების ტკივილი შეიძლება ლოკალიზებული იყოს ხერხემლის ქვედა ნაწილში, მიემართებოდეს ტუნდულებსა და ბარძაყის სხვადასხვა ნაწილში და თუ ახლომდებარე ნერვული ფესვი დაზიანებული არ ვრცელდებოდეს ფეხში. დეგენერაცია და ქსოვილების ცვეთა ხერხემლის ქვედა ნაწილის მალებს შორის სახსრების დარღვევის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ფასეტური სახსრების დეგენერაცია მჭიდრო კავშირშია ხერხემლის სხვა სტრუქტურების დეგენერაციულ ცვლილებებთან, როგორიცაა მალთაშუა დისკები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ორივე მდგომარეობის თანმიმდევრული განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ ეს კლინიკური დიაგნოზი არ არის ზოგადი ტერმინი, რომელიც გამოიყენება ხერხემლის ერთი ან მეტი სტრუქტურის მომცველი დეგენერაციის აღსაწერად, მათ შორის ფასეტურ სახსრებისა არის სპონდილოზი. დეგენერაცია უფრო ხშირია წელის მალების ქვედა ნაწილში, L4, L5 და L5S1 მალების დონეზე, მათი მნიშვნელოვანი დატვირთვის ფუნქციის და მოძრაობის უფრო დიდი დიაპაზონის გამო, ვიდრე ხერხემლის ზედა ნაწილში. ფასეტური სახსრების ასაკობრივი ცვეთა ან ოსტეოართრიტი ჩვეულებრივ იწვევს შემდეგ ცვლილებებს. დამცავი ხრტილის დაზიანებას, რომელიც ფარავს სახსრების ზედაპირებს. საფოხის სითხის შემცირება სინოვიალური მემბრანის შიგნით, რომელიც წარმოადგენს სახსრის შიდა გარსს. ძვლის ჭარბზრდას სახსრის ზედაპირზე, ამ ზედაპირებს შორის განმეორებადი ხახუნის გამო, რასაც ეწოდება ძვლოვანი წანაზარდი ან ოსტეოფიტი. ეს ცვლილებები იწვევს სახსრის ანთებას, რომელიც შეიძლება დროთა განმავლობაში პროგრესირდეს და გამოიწვიოს წელის ტკივილი და რევმატოიდული ტიპის შებოჭილობა. დეგენერირებულმა ფასეტურმა სახსარმა შეიძლება დააზიანოს ახლომდებარე ნერვული ფესვი და გამოიწვიოს წელის მალთაშუა დისკოს თიაქრის მსგავსი იშიალგია. მალის წანაცვლება წინ და დაბლაქვემდებარე მალის მიმართ, ან ეგრეთ წოდებული სპონდილოლისტეზი, შეიძლება განვითარდეს ართრიტული ფასეტური სახსრის გამო, რომელიც სუსტდება და ვერ უზრუნველყოფს ხერხემლის მოძრავი სეგმენტს საკმარის სტაბილურობას. მალის წანაცვლება ჩვეულებრივ გამოწვეულია ხრტილის პროგრესირებადი ცვეთის შედეგად, მალებს შორის მოძრავი სეგმენტური არასტაბილურობის და ფასეტური სახსრის დისლოკაციის გამო. ყველაზე ხშირად დეგენერაციული სპონდილოლისტეზით ზიანდება L4, L5 მალების სეგმენტი. ართრიტმა სახსრის სინოვიალურ გარსში შეიძლება გამოიწვიოს კისტის განვითარება. ფასეტური სახსრის მიდამოში არსებულ სინოვიალურ კისტას შეუძლია მოახდინოს ზეწოლა ისეთ მიმდებარე სტრუქტურებზე, როგორიცაა ნერვული ფესვები და ზურგის ტვინი, რაც იწვევს დამატებით ტკივილს და დისფუნქციას. იშვიათად სხვა მიზეზებმა, როგორიცაა ბაქტერიული და ანთებითი პროცესები, შეიძლება გავლენა იქონიონ ფასეტურ სახსრებზე. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სეპტიკური ართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ან მაანკილოზებადი სპონდილიტი. მწვავე ან განმეორებითმა ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს ფასეტური სახსრების მოტეხილობა ან დისლოკაცია, რაც გამოიწვევს გარკვეული მოძრავი სეგმენტის არასტაბილურობას. ფასეტური სახსრის მწვავე დაზიანება, როგორც წესი, გამოწვეულია პირდაპირი ტრავმით, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევები, დაცემა ან სპორტული ტრავმა. ფასეტური სახსრების განმეორებითი მცირე ტრავმები შეიძლება იყვნენ ადამიანის სამუშაოსთან დაკავშირებული. მაგალითად, ისეთი სამსახური, რომელიც მოითხოვს სხეულის მოხრას, გრეხას და საგნის აწევას, ან სპორტული ტრავმები, მიღებული ვარჯიშის შესრულების დროს. ეს დაზიანებები იწვევენ ფასეტური სახსრის და მისი მიმდებარე ქსოვილების ანთებას, რაც აღიქმება როგორც წელის და ფეხში გადაცემითი ტკივილი ან იშიაზი. ფასეტური სახსრების სპეციფიკური ტრავმული დაზიანებები აღწერილია შემდეგ ამ ვიდეოში. ხერხემალზე გარედან მიყენებულმა ძალამ შეიძლება გამოიწვიოს ფასეტური სახსრის ნორმალური პოზიციის ცვლილება, ღვრძობა ან დისლოკაცია. წელის მალების დონეზე არსებობს ფასეტური სახსრის ორი სახის დისლოკაცია, სუბლუქსაცია და ჩაჭედილი ფასეტური სახსარი. სუბლუქსაცია
ფასეტური სახსარი მსუბუქად არის გადაადგილებული წინ ქვემოთ მდებარე მალის ფასეტურ ზედაპირთან შედარებით. ეს მდგომარეობა იწვევს ზედამალის სხეულის წინ მსუბუქ გადაადგილებას ქვედა მალის სხეულთან შედარებით. ჩაჭედილი ფასეტური სახსარი. ფასეტური სახსრის ამოვარდნა იწვევს ზედამალის სახსრის ზედაპირის წინ გადანაცვლებას ქვედა სახსრის ზედაპირის მიმართ და ჩაჭედვას ამ მდგომარეობაში. დისლოკაცია შეიძლება მოხდეს ცალმხრივად, როდესაც ერთი ფასეტური სახსარი არის დაზიანებული, ან ორმხრივად მალის ორივე ფასეტური სახსრის ჩართვით. ტრავმული სპონდილოლისთეზი, როდესაც ხდება მალის სხეული წანაცვლება წინ მის ქვემოთ მდებარე მალასთან შედარებით, შეიძლება გამოწვეული იყოს ფასეტური სახსრების დისლოკაციით. დაზიანებებმა, რომლებიც მოიცავენ ხერხემლის კომბინირებულ წინ მოხრას და ბრუნვას, შეიძლება გამოიწვიონ ფასეტური სახსრების მოძრაობა მათ ფიზიოლოგიურ ზღვარს მიღმა. ამ ძალამ შეიძლება გამოიწვიოს მალის სასახსრე მორჩის მოტეხილობა. მოტეხილობა შეიძლება მოიცავდეს მალის ერთ ან ორივე სასახსრე მორჩს. სასახსრე მორჩების მოტეხილობები, როგორც წესი, ხდება ხერხემლის მოძრავი სეგმენტის სხვა დაზიანებებთან ერთად, მათ შორის დისკოს, იოგებისა და მალების სხვა ნაწილებთან ერთად. ფასეტური სახსრის გარე საფარი შედგება ხისტი და ელასტიური კაფსულისგან, რომელიც წარმოდგენილია შემაერთებელი ქსოვილით და ხერხემლის იოგებით. ეს კაფსულა არის მოქნილი და ოდნავ თავისუფალი, რაც ხელს უწყობს სახსრის მოძრაობებს. სახსრის ფიზიოლოგიურ მოძრაობის საზღვრებს მიღმა ვარჯიშმა შეიძლება გამოიწვიოს კაფსულის დაჭიმა და ტკივილი. ფასეტური სახსრები შეიძლება გახდნენ მტკივნეული ხერხემლისთვის განმეორებითი და უწყვეტი არაკომფორტული პოზის შენარჩუნების გამო. სხეულის არასწორი პოზიციის დროს ხერხემლის განლაგება არ არის მხარდაჭერილი და დაბალანსებული, რაც ქმნის დაძაბულობის არანორმალურ კონცენტრაციას ფასეტურ სახსრებზე. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი შეიძლება შემსუბუქდეს პოზის გასწორებისას, ამ არასწორი პოზის განმეორებით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფასეტური სახსრების ქრონიკული ტკივილი და ანთება. წელის ფასეტური სახსრების დაავადება, როგორც წესი, ვითარდება სახსრის შიგნით დეგენერაციული ცვლილებების გამო, ან მალთაშუა დისკოს გადაგვარების პროგრესირების გამო და უფრო ნაკლებად სახსრის პირდაპირი ტრავმის გამო. ფასეტური სახსრების დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს არასტაბილურობა ხერხემლის მოძრავ სეგმენტში, რაც იწვევს წელის ტკივილს და შებოჭილობას. ფასეტური სახსრების დარღვევები, როგორც წესი, ვითარდება მალთაშუა დისკოს და ნერვული ფესვების დაავადებებთან ერთად დაზიანებულ ხერხემლის მოძრავ სეგმენტში, რაც იწვევს კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების ურთიერთგადაფარვას.